მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ იმყოფებით ჩვენ YouTube არხზე. ეს არის ბატონი იოსები. ეს ვასო. სავარაუდოდ ჩვენ ვიდეოებში იოსები ნაკლებად გამოჩნდება, რადგან ოპერატორის როლს მოიდგებს. აჰა. საქმე ვინ აკეთებს? საქმეში ისე გამოაჩენ, რომ ვითომ მე მუშაობ და შენ ოპერატორი. კაი. ეგრე ვქნა. მოკლედ რისთვის შევიკრიბეთ და რისთვის ვაცდენთ ახლა ამ ხალხს. მოკლედ ესე იგი, კარგი ამბავია. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრის ბავშვობის ოცნებაა და მათ შორის ჩვენიც რომ ტყეში გქონდეს პატარა სახლი, კოტეჯი და ამის განხორციელებისთვის ვიბრძვით უკვე ბოლო, რავი, 4 თვეა ალბათ. ნებართვები და მთელი ამბები იყო ბიუროკრატია. ხო, რაც გამოვიარეთ. ასევე თანხა მოვიძიეთ, ესე ჯიბეზე არც ერთს არ გქონდა და მგონი ეხლაც რომ მოგჩხრიკოთ შეიძლება 1.5 ლარი აკრიფოთ. 7 ლარი მაქვს ამღება. დაფულიანი გულა. მაგრამ დაფინანსების ვარიანტები მოვიძიე, მე ვწერეთ პროექტები, მანდაც ბევრი ვირბინეთ, ბევრი რაღაც ვარკვიეთ და მოკლედ გამოვიდა. ასე რომ ამით მინდა გითხრათ, რომ არ შეფერხდეთ, არ დანებდეთ, თუ კი რამე ოცნება გაქვთ, ბოლომდე მიაწეკით და გამოვა. ჩვენ ამ გზაზე დავდექით, წინსვლები არის, ფაქტია, იმიტომ რომ აქ ვართ. ნებართვა გვაქვს. ნებართვაც გვაქვს. და დღეს ვიწყებთ სამუშაოებს, ამოყვავს ტექნიკა, რომელიც შეჭრის გზას, ამოგვიღებს საძირკვლის წერტილებს, ჩაგვისუფთავებს გზას, ამოიღებს კანალიზაციისთვის ჭას და მთელი ამბები, მოკლედ და ამ ყველაფერს ნაწილ-ნაწილ გაჩვენებთ ამ ვიდეოში. თავარია ამინდმა შეგვიწყოს ხელი და მუშაობა და ამის გაკეთება ჩვენ არ გვეზარება. პირიქით ახლა ამ სიცხეში ქალაქში ყოფნა, სოფელში ყოფნა და მთაში ყოფნა ჯობია და თანაკვირი ხარ ხო ხდები. ეს მაგალითად. ანუ არანაირი შეზღუდვა არ გაქვს. და ვერც ვერავინ ვერ გეტყვის რომ რა გაღრიანებს ტყეში. ზღვის დონიდან ვართ 1750 მეტრზე. დღევანდელი სამუშაოები დასრულებულია. დროზე ადრე დავასრულეთ, რადგან ტრაქტორმა ვერ მოახერხა ყველაფრის გაკეთება. აი ამ ადგილზე მოტერას და უნდა დადგეს კოტეჯი. უნდა გავაკეთოთ სანიაღურეები და მოვნიშნოთ ზუსტი წერტილები.